დიდი შეცდომა, რაც შეიძლება იყოს მშობლების, არის გადაჭარბებული დანაშაულის გრძნობა ჩვენივე შეცდომებზე. და ძალიან ხაზგასმის მინდა ამაზე აღვნიშნო, რომ არ გვეხმარება. მეც როგორც მშობელს ხშირად მაქვს დანაშაულის გრძნობა, მშობლები ვისთანაც მქონია ურთიერთობა სამუშაო პროცესში, ძირითადად მოდიან აი ამ დიდი დანაშაულის განცდით, რომ დავაგვიანე, რაღაცები ცუდად გავაკეთე, ვერ გამოვასწორებ, და ეს დანაშაულის გრძნობა ისეთი მძაფრია ხოლმე და პირველი რასაც ვთხოვ ამ დროს, რომ რაღაცნაირად შევძლოთ ის, რომ დანაშაულის გრძნობა გარდავქმნათ იმათ, რომ რესურსი იყოს სამომავლოდ იმისთვის, რა შეგვიძლია გავაკეთოთ. ანუ დანაშაულის გრძნობა ძალიან ესეთი ფუნდამენტური ემოცია არის ადამიანში, ძალიან მძაფრი, რომელსაც ოღონდ აქვს ძალიან კარგი გამოსავალი. გავაცნობიერე ეს დანაშაული, რასთან არის დაკავშირებული და შემიძლია გამოვასწორო. ანუ მშობლებს მინდა მივმართო რაღაცნაირად, რომ გადამეტებულ დანაშაულის გრძნობისგან შევეცადოთ ნელ-ნელა, რომ ცოტა გავთავისუფლდეთ, იქიდან გამომდინარე, რომ ვიპოვოთ ამაში იმედი და სურვილი იმის, როგორ გამოვასწოროთ მერე ეს, თორე ძალიან გვაზიანებს ეს გადაჭარბებული დანაშაულის გრძნობა და რას აკეთებს დამატებით, რომ თუ მაქვს ძალიან დიდი დანაშაულის გრძნობა, ამის საპასუხოდ ვდილობ რაღაცა მეთოდებს მიმართო, რომელიც მეტია უკვე. როდესაც ძალიან დიდია დანაშაულის შეგრძნება, მე ვცდილობთ ამის კომპენსირებას ხოლმე ცოტა უფრო გადამეტებულად, რაც რეალურ საჭიროებასთან შეიძლება არ იყოს კავშირში და მაგალითად როგორ? მაგალითად იქიდან გამომდინარე, რომ მე ვგრძნობ, რომ რაღაცა ძალიან დავაკელი მაგალითად ჩემს შვილს, ხო? და რაღაცა დავაკელი მაგალითად რაღაცის ყიდვა, ან დავაკელი სადმე წაყვანა, ან დავაკელი რაღაცა დრო. და ერთბაშად ვცდილობ, რომ რაღაცნაირად ეს უცბად თავზე, ასე ვთქვათ, გადმოვაყარო ერთიანად და უცბად რაღაცა დიდი დეფიციტიდან დიდი, ასე ვთქვათ, შევსება გავაკეთო, რაც ორივე ძალიან ესეთი უკიდურესი ფორმა არის რა. და ყველა შემთხვევაში ნებისმიერი კარგი სურვილიც კი, რომელიც ცოტა უკიდურესობისკენ მიდის, არის უფრო დამაზიანებელი ჩვენთვისაც და ბავშვისთვისაც. ამიტომ რაღაცნაირად აი აქ ცოტა უფრო გონიურულობა გვმართებს, რომ რაღაცა ესეთი ოპტიმალური გზა მოვძებნოთ ხოლმე. აი მაგალითად თუ დანაშაულის გრძნობა მაქვს იმის გამო, რომ შევზღუდე ძალიან, მე ერთიანად სრულ თავისუფლებას ვაძლევ ყოველგვარი საზღვრის გარეშე. კი, და აი ზუსტად უკონტროლო და უსაზღვრო მდგომარეობა არის ბავშვისთვის უსაფრთხო მდგომარეობის ნაკლებობა. ანუ აქამდე მიდის, რომ უკვე ვერ გრძნობს უსაფრთხოებას, ცოტა შეიძლება დაიკარგოს ამ ამბავში, ამიტომ და საზღვრების განცდა იკარგება. საზღვრების განცდა კიდევ ნებისმიერ ურთიერთობაში, ნებისმიერ პიროვნებისთვის პიროვნულ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ჩვენ თუ შეგვიძლია ვიცოდეთ, სად არის ჩვენი საზღვარი, სად იწყება და მთავრდება ჩვენი და სად იწყება და მთავრდება სხვისი, აქ რაღაცნაირად უფრო მარტივი არის მერე ურთიერთქმედება ადამიანებთანაც და საკუთარ თავთანაც. და აი რაღაცა აი ეს შუალედის პოვნა დანაშაულის გრძნობასა და ამ დანაშაულის გრძნობის გამოსასწორებელ ქმედებებს შორის, რომელიც შეიძლება ძალიან ის იყოს კომპენსირებადი და არასაჭირო.